Ოცებული ვიყავი რომ ამერიკის პირველ რიგში იქიდან რომ ანუ შეურაცხყოფა მიაყენევა ამასთან დაკავშირებით არ მიმიყენებია შეურაცხყოფა პირველ რიგში იმას აღნიშნავ რომ ეს მირიან ქავთარაძე არის თვითონ მოძალადე რომელმაც იმ ღამეს ყველამ კარგად ვიცით რაც მოხდა ქორთიეთმარიოთთან ქალზე იძალა და რის შემდეგაც მოყვა მოქალაქეების და პოლიტიკოსების უბრალოდ დაპირისპირება და ამის შემდეგ ვითომ დაზარებული მირიამ ქავთარაძე და მისი თანამშრომლები, მის დეპარტამენტის თანამშრომლები გაუსწორდნენ ჩემი ძმას, რაზეც არის საქმე აღწრული და ჩემი ძმა არის დაძარებულად ცნეს. ჩვენ ვიცით საბას როგორ ყვებოდა ამ ისტორიას, შემდეგ დაზარალებულადაც ცნეს ამ საქმეზე, რამდენი ძალადობა და ეს თქვა შემდეგ პროცესი გადაიტანა შიგნით სასამართლოში. კი ბატონო, მოკლედ ეს მაყურებელს მინდა რომ სულ კონდეს წარმოდგენა რომელ კონკრეტულ საქმეზე ვლაპარაკობთ. საბას ხვიტარიძე, რომელსაც დაკავების შემდეგ არაერთ ადგილას შემდეგ აღწერდა რა მძიმე ვითარების გავლა მოუხდა. დიახ და მირიან ქავთარაძე არის პოლიციელი, არის გამომძიებელი, იმიტომ რომ გამომძიებელი მოწმეც არსებობს. როგორც ეხლა ვიცი, მირიან ქავთარაძე არის პირველი სამმართველოს ხელმძღვანელი, რომელიც იმყოფებოდა ქორთიეთმარიოთთან, დაგეგმილი ჰქონდათ პოლიტიკოსებზე კვერცხების სვლა და გინება, რომ გამოვიდოდნენ იქიდან როგორც ეს ინფორმაცია გაჟონა მათგან, ასე ვთქვათ, შემდეგ მოხდა დაპირისპირება, ვინაიდან მირიან ქავთარაძე გამოირჩეოდა აგრესიით და მის თანამშრომლები, როგორც გაირკვა შემდეგ სხვადასხვა თანამშრომლები, მოაწყეს ასე ვთქვათ დაპირისპირება მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არც იქ აქცია იმართებოდა არაფერი, უბრალოდ შეხვედრაზე იყვნენ და შეხვედრიდან გამოვიდნენ. ამის შემდეგ ყველამ ვიცით რაც მოხდა რომ დაუპირისპირდნენ ქალზე იძალა და რომელიც კარგად ჩანს ვიდეო კადრშიც რაზეც ბრაზდებოდა ცრუჩვენება მისცა ამაზეც ან დაადასტურა რომ მისი ხელია ნამდვილად ხელი მოიქნია მაგრამ არ დამირტყიაო ამაზე გაღიზიანდა და ასე თქვა ტონს აუწია თვითონ სასამართლოზე დაკითხვის დროსაც არ უნდა ამის აღიარება მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება და იგინებოდა კიდევაც ესეც დაადასტურა რომ აგინებდა იყოფ ადამიანებს. თვითონაც თქვა რომ მე მალავდი სახესო, ან კაპუშენი რომ მოხდეს, შემდეგ იფარებდა და რატომ იფარებდა ადვოკატმა კითხა და იმიტომ რომ მალავდი სახეს და არ გამოჩენილიყავიო. ანუ ამით შეგვიძლია ვთქვათ რომ პოლიციელი ვიყავი ამას არ ამბობდა არ დაუდასტურებია არავისთვის რომ პოლიციელი ვიყავიო თვითონ აღიარავ თავის თანამშრომლები ვერ იცნო თვითონ თავის დეპარტამენტის თანამშრომლები ვერ იცნო რომელსაც ეცვათ ქურთუკები კაპიშონი და პირბადე თქვენ რას გედავებათ მე მედავება შეურაცხყოფა არ მიმყენებია მოძალადე დაუძახე და მწამებელი, რომელიც არის ისედაც მწამებელია, ფიგურირებს ჩემი ძმის საქმეში ის და მის თანამშრომლები და ასევე ქალზე იძალა და კიდევაც. კი ბატონო, მე კი არა, მხოლოდ საბას პროცესზე ვინც იყო თითქმის ყველას დაურეკეს ეს სამეგობრო წრე ოჯახის წევრები. ანი ქავთარაძეს დაურეკეს, მაგალითად, რომელმაც ვიდეოშიც კარგად ისმის, ყველა ტელევიზიის თვითონაც ვიდეოს იღებდა ქავთარაძეს შორის ყველაზე სამარცხვინო ქავთარაძე ხარო. აი ეს უთხრა მხოლოდ და ამის გამო მე და ანის ჩაგვენიშნა პროცესი, გაგვიერთიანეს ასე ვთქვათ პროცესი 2 მაისს 2 საათზე. ედავებიან 173 შეურაცხყოფას კი დღეს დამირეკა გამომძიებელმა. ანუ ისე მიდის საქმე რომ აი ამ პროცესების შედეგად რაღაც ოჯახის წევრებისთვის ახალი პროცესები იწყება. ხო, ესე გამოდის და დიქტატურა ანუ მეტი არაფერი არა ეს ყველაფერი. არ შეურაცხყოფა მიმიყენებია არაფერი. ეს შეურაცხყოფა არ არის, მე მგონი, თუნდაც არც ანის სიტყვები, არც ჩემი. არის ფაქტი, რომელზეც მიდის გამოძიება და რავი. ვილაპარაკოთ ასევე ხვალიდან არსებითი განხილვა იწყება, ხო? ვადო, თქვენ მოგვიყევით, რომ რა პროცესზე იყავით დღეს, რა ნახეთ სასამართლოში. შეხლა შემოხლის კადრებში ჩანდით. თითქმის ყოველ დღეს არის რაღაცნაირი არიან სასამართლოში ხმაური, ანუ ეს არის თავად მანდატურების და იქ გარემოს დამსახურება თქვენ. თითქოს დავალება აქვს მანდატურებს, რომ ესე მოიქცნენ. მე მგონი მანდატურების ხელმძღვანელია ის ადამიანი დღესაც
ბიჭს რომ მიაწვა. გუშინაც ანალოგიურად იქცეოდა საბას პროცესს ქალბატონებს მოაწვა და უყვიროდა, ხმამაღალი ტონი არ იყო, ამას უყვიროდა და თითქოს დავალება აქ, იმიტომ რომ შემდეგაც ქმნიან ასეთ შეურაცხყოფა მოგვაყენესო, სასამართლოსო, თავად შემდეგ ასეხსნიდა, როცა ნანუკა ქაჯე ეკითხებოდა რა. არა, შეურაცხყოფა არავის არ მიეყენებია. დღევანდელზეც ანუ შეურაცხყოფა. გუშინაც იგივე მოხდა. გუშინაც საბას პროცესზე 7 პოლიციელი შეუშვეს, ჯერ სანამ ჩვენ შეგვიშვებდნენ ან მედიას. და გუშინაც იგივე მოხდა. მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ის, ვინც ესწრებაო, ისინი გაუშვდა და მიადგა პუბლიკას ჟურნალის ადექი წადიო. იმ 7 პოლიციელს არ მიადგა და ის 7 პოლიციელიც არ ინძრეოდა. შემდეგ ამასთან დაკავშირებით მოგვაწვა, ყვირილი დაიწყო და გოგონების კამზე წაიქცნენ ზოგი და ძალიან კადრებიც ვნახეთ. კი ბატონო, ვადო, მოგვიყევი თქვენ. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში. დღეს სანახაობა რაც ვნახეთ იქ და ამას მართლა არაფერი არ ეკვა, ეს იყო მათი მანდატური სამსახურის და ქართული ოცნების, იმიტომ რომ დადგმული სანახაობა და როცა საუბრობთ მანდატური სამსახურის მოსამართლეზე, ყველაფერი არის ქართული ოცნება რეალურად. ის მოსამართლე, ვინც ციხეში ტოვებს და ციხეში უშვებს ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო, ის მანდატური, რომელიც შვილის ტოლა, ანუ დღეს რაც ვნახე, ეს იყო წარმოუდგენელი, ბევრი რაღაც გვინახავს უკვე, ხო? ამდენი წელი ამ ბრძოლაში ვარ, გუშინაც სასამართლოზე რაც ვნახეთ, მე დავაგვიანე სამწუხაროდ მისვლა, თორე მივდიოდი და დარბაზში ეს ყველაფერი არ შემხედე, თუმცა რაც ნახა მთელმა საქართველომ და დღეს შვილის ტოლა ადამიანს 10 კაცი როგორ მოათმევდა და შუაში რო არ ჩამდგარიყავით ბოლოს ამდენი ადამიანი და მართლა სასწრაფო დახმარების მანქანაც ხო, სასწრაფო დახმარების მანქანაც და ცუდად გახდა ადამიანი შუაში რო არ ჩამდგარიყავით გაგლეჯდნენ ალბათ, იმიტომ რომ ტრებად აღიქვავენ ახალგაზრდებს, ტრებად აღიქვავენ მათ, ვინც ხელს არ უწყობს და ხელს უშლის მათ რაღაცა ამ გაჯეჯილებას და მათ ამ ქვეყანაში მოჯდომას, ასე ვთქვათ. და ხო, აი ყველაფერი ქართული ოცნება არის. მოსამართლეც ქართული ოცნება არის, ვინც ესეთ სამართლო გადაწყვეტილებებს იღებს, მოსამართლე აღარ ქვია ამას. მანდატური სამსახურის ქართული ოცნება არის, გარეთ პოლიციელები რო ედგათ რაღაცა ვითომ დასაკავებლად ადამიანების, იმიტომ რომ სულ სასამართლო ეზოში ამ ბოლო დროს არის ეგ ტენდენცია, გუშინაც ადამიანი დააკავეს, ეს დღეებიც ვხედავთ ამას და ძალადობა იქცა ამათ. ეს ბუნებრივად ხომ არ ხდება რა იცი? ძირითადად მოწმის სახით ყავთ პოლიციელები, მე ადამიანები იქ მონაწილეები ამ პროცესის ბუნებრივად გახიზიანებულები არიან და აი ეს სიტყვიერი იწყება აქედან მხრიდან თქვათ, იმიტომ რომ ხომ გესმის ახლა ცოტა რთული ის არის, ასატანია, როდესაც უსმენ, უყურებ რაღაცას ხდება ასეთი, რომ ბევრი ყვება, რომ აი გვაბრალებენ, ცრუმოწმეები არიან, გამოგონილი ისტორიებით პოლიციელი და შემდეგ ეს ბუნებრივი დაპირისპირება ხდება ხოლმე და შემდეგ მანდატურები რაღაც ერთვებიან პროცესში. რო უსმინო პროკურორებს, პოლიციელებს მოწმეებს, ეგრეთ წოდებ ცრუმოწმეებს, ამანარი მოწმეები ეგენი არ არიან, ხო, რკინის არ ვიცი რა მასალის ნერვები უნდა გქონდეს, რომ ამას გაუძლო და ბუნებრივი არის ადამიანების გაღიზიანება. ძალადობა რა სისტემის ხელით აკეთებენ. ეს არ არის. მშობლების ხომ განსაკუთრებით მესმის, როცა ასეთ დროს არიან მოგწონილი. რა თქმა უნდა, კი, იცით რა არის, ხო, ოჯახის წევრები, ამდენი აღელებული ადამიანია და ეს რაც წესენი აკეთებენ, ეს ძალადობის დაპირისპირების რაღაცა ხელშეწყობა და ხელოვნურად რომ სწორად აღნიშნეთ თქვენ, ხელოვნურად აკეთებენ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ მოყავთ სპეციალად ისეთი ხალხი, რომლებიც ამბობენ ისეთ რაღაცებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, რაც ტყუილი არის, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების, მეგობრების და ზოგადად ვინც ესწრება ნებისმიერი ადამიანის გაღიზიანებას. და ამასაც ხელოვნურად აკეთებენ და ფიქრობენ, რომ ასე შეუძლიათ შეაშინონ ვინმე, არ მგონია რომ გამოვიდეთ. ანუ არც მათ ჯარიმების არ ეშინია არავის, არც ამ მანდატური სამსახურის ძალადობის არ ეშინია არავის. ანუ ეგ არის რა, რომ უკვე მე მგონი რეზისტენტულები და იმუნურები გავხდით ყველაფრის მიმართ. ნახეთ ცხოვრება როგორია, ვადო, ნახეთ თქვენი ცხოვრება ეხლა არის ჯარიმებში, სასამართლო პროცესში, ხმაურში, აქციებში, რაღაცნაირ, არ ვიცი, რუტინა ცოტა რთული ვითარებაა, რომ ამას რუტინა უწოდო, მაგრამ აი რაღაც დამღლელი წრე არის შეკრული. იცი რა არის, ხო, ჩვენი ცხოვრება დღეს ეს არის ჯარიმები, სასამართლოები, მაგრამ იმიტომ არის ჩვენი ცხოვრება დღეს და იმიტომ ავირჩიეთ ბევრმა ადამიანმა, აქ არ მაქვს ჩემზე, თორნიკეზე, საბაზე, რომელიც ციხეში არის და ყველაზე მაგრად იბრძვის იქიდან და მინდა რომ მოვიკითხოთ თუ გიყურებს აუცილებლად, იმიტომ ავირჩიეთ დღეს ეს ცხოვრება და ყველამ ჩვენი გზა იმიტომ ავირჩიეთ და ბრძოლის გზა და ეს ყოველდღიურობა რო ის ჩვენი იყოს, იმიტომ ავირჩიეთ, რომ ხვალინდელი დღე ჩვენს და ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებსაც
ნიშნულობა არ აქვს პოლიტიკურ შეხედულებას, ან რიგით მოქალაქეებს ჰქონდეთ ნორმალური და ბედნიერი. ანუ ხვალინდელი დღე რო არავისი აღარ იყოს ეს, ანუ უკვე 30 წელი ამას უყურებთ ქვეყანაში, ადამიანების ყოველდღიურობა რაღაც ნაწილი, დიდი ნაწილის არის სისტემასთან ბრძოლა. იმიტომაც ვარ დღეს ამაში, იმიტომაც ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, რომ ხვალინდელი დღე და ჩვენს შემდეგ თაობებს აღარ ქონდეთ ესეთი ყოველდღიურობა. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხო ასევე სხვადასხვა ტიპის ფორმებზე არის ლაპარაკი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 26 აპრილის აი ვინ ხედავს თავს არის საინტერესო თორნიკე ისევ თქვენ დაგიბრუნდებით რა მოლოდინი გაქვთ ამ საქმის მიმართ მთლიანად თქვენ ძმას თქვენი ძმის кейსიც არის ასევე და ასევე არის კიდევ რამდენიმე ბიჭის რომელსაც სინდისის პატიმრებს უწოდებენ რა სამხილებით რა მტკიცებულებებით არის აღჭურვილი პროკურატურა რა მოლოდინი გაქვთ როგორი შედეგის შედეგი რა თქვა უნდა იყოს ჩვენი გამარჯვება და არა ვამბობ სასამართლოს კი ბატონო სასამართლოს რაც შეეხება ამას გუშინ იყო საბასთან გამომძებელი ვის ოთახშიც აწამეს საბა ის გამომძებელი იყო მოსული ჯერ აურაცხელი რაოდენობის პოლიციელებით პირველ რიგში და თვითონვე თქვა რომ იყო ყველანაირად სუბიექტური ვიღაცის კადრი აქ ამოღებული ამოჭრილი ისიც არც ავთენტურობა აქ დადგენილი რომ ნამდვილად იყო ეს კადრი თუ მონტაჟია ესეც არ აქვს დადგენილი თვითონვე აღიარა არც მაგალითად საბას სახის აღწერობა ექსპერტთან არ აქვს გადამზადებული და არც გავლილი არც იმით დაინტერესდა რამ გამოიწვია მოქალაქეებს შორის დაძაბულობა თვითონ ესეც აღიარა ჩემი ძმის დაზიანებებიც ვერ შეუმჩნევია თურმე რომელიც გენინსპექციას აქვს დახეული ზედა აქვს წარდგენილი გენერალურ ინსპექციას თვითონ ანუ ესეც ვერ შევამჩნევ ამას ამბობს და ნუ ესეც მეორეც რომ მოწმეა და ამიტომ შეეშინდა ალბათ და მთელი სამართველო გუშინ რომ გამოვედი სასამართლოს შემდეგ იქ იდგა და წაიყვანეს გიორგი საერთოდ არაფერს არ აკეთებდა როგორც კადრებში ვნახე შემდეგ მე ბოლომდე დავრჩი სასამართლოს ხდომაზე და ისე წაიყვანეს თითქოს ხელს გააყოლეს ეს გუშინვე აღვნიშნა რატო წაიყვანეს რისთვის და რა გესახებათ თქვენი ძმის და დანარჩენი პატიმრების თავისუფლება აი რა გზებით გესახებათ სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინი სამართლიანის არავის არ გვაქვს ამის იმედი რა თქმა უნდა და ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთმანეთის და ხალხის იმედი თუნდაც ერთად და ერთმანეთს ყოველდღიურად ხვდებით უსტაოზე სხვადასხვა მოთხოვნით უპირველესი მოთხოვნა რა თქმა უნდა არის ამ პატიმრების განთავისუფლება და არჩევნები მაგრამ ჯობია ეხლა მოვითხოვოთ გადადგომა პირდაპირ და რა ანუ თქვენც ფიქრობთ რომ ეხლა დადგა დრო ამ ეს ამის დრო დიდი ხანია დადგა უკვე იქნებით შაბათის აქციაზე რა თქმა უნდა თავრობის გადადგომა აი როგორ გესახებათ იმიტომ რომ ამან ასთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქსელს როცა ვამბობ ახლა სოციალური ქსელი შეიძლება სხვადასხვა სამეგობრო იყოს მაგრამ მაინც რაღაც ტიპის განწყობების მაჩვენებელია ეს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირებს შორის იქ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ანუ ის დანარჩენები ხო შეასრულეს და ეხლა ახალი მოთხოვნა აი ცოტა ორგვაროვანი დამოკიდებულება შემხვდა ამ თემას მესმის ეგ დამოკიდებულება რაღაცნაირად ყველას დამსახურება არის რომ ესეთი არის რომ რაცა ვერ ჩამოყალიბდით ჩვენს ესე ჩანს მაგრამ ჩამოყალიბებული ვარ ძალიან დავებრუნოთ უნდა ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის დაბრუნების გარეშე სამართალი ვერ აღდგება და ვერ მიიღწევა პირველ რიგში უპირველესი რა თქმა უნდა არის რეჟიმის ტყვეების 50 რეჟიმის ტყვის განთავისუფლება სამართლის აღდგენა სამართლიანობის აღდგენაზე უყვარდა ქართულ ოცნებას საუბარი მაგრამ ეხლა არის აღსადგენელი მართლა სამართალი და რა თქმა უნდა ქვეყნის დაბრუნება და ეს უნდა მოხდეს იმით რომ ეს იქნება არჩევნები დავარქვათ გადადგომა დავარქვათ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დემონტაჟი ამ სისტემის
რაც არის დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, სუსტ გაგრძელებული პოლიციის დამთავრებული სისტემა უნდა დემონტირდეს და ამ სისტემამ აღარ უნდა ჩაატაროს არჩევნები. ის ორი მოთხოვნა ეხლა უკანა პლანზე გადავიდა ასე. არა, მე არანაირად ავთვლი, იმიტომ რომ ყველა მოთხოვნა არის მნიშვნელოვანი. მაგრამ გადადგომა ეს არის ეხლა. ის არის გადადგომა, არჩევნები უნდა მოყვეს რეალურად, ამაზეც ხო, რა თქმა უნდა. გადადგომა ხო არ არის ისე რომ ვიღაც მოდის არაკანონიერად, ჩვენი პროტესტი კანონიერია, მშვიდობიანი არის. არჩევნები უნდა მოყვეს ამას და ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში და ამას ველოდებით ყველა და ეს გვინდა ყველას პირველ ყოვლისად რომ უსამართლოდ დაკავებული ადამიანები, უკანონოდ დაკავებული ადამიანები, საბა, ბიჭები, რა ვიცი, ზვიად ცეცხლსა მათ სასამართლოზე ვიყავით, აღარ ჩამოვთვლი ხა ყველას რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი არის უსამართლოდ ციხეში გაშვებული, მათი თავისუფლება. ეს ყველაფერი ერთად უნდა მოხდეს და რა ვიცი, ბიჭები მე დარწმუნებული ვარ რომ მალე თავისუფლები იქნებიან, დარწმუნებული ვარ მაგრამ რომ ყველაფრის დასრულება და ყველაფრის დემონტაჟი მალე დაიწყება, მალე მივა ლოგიკურ დასასრულამდე, იმიტომ რომ ქვეყანა ესე დაპირისპირებაში, რაც არის დაპირისპირება ხალხს, მთელ საზოგადოებას მე ასე ვთვლი და მცირე ჯგუფს, ქართული ოცნების მცირე ჯგუფს, რომელსაც ძალაუფლება უჭირავს ხელში, ასე ქვეყანა დიდი ხანი ვერ გაძლებს ჩემი აზრით და თვითონაც ვერ გაძლებენ. მე ესე მგონია და ესე ვხედავ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც საქართველოში არ ყოფილა არასდროს ისე რომ უსამართლობას და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას და რუსეთს გაიმარჯვოს. ხალხი გაიმარჯვებს, სამართალი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს. რუსეთს საქართველო გადაწომის ამ ქვეყანაში აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თორნიკეს. ძალიან მინდა რომ გისურვოთ რომ პირველ რიგში მთავარი ამოცანა მაინც იყო არის ვფიქრობ და თქვენი ოჯახის წევრებისთვის და ოჯახებისთვის განსაკუთრებით რომ თქვენი ძმა იყოს თავისუფალი და არა მხოლოდ თქვენი ძმა, სხვა პატიმრებიც მათ შესახებ კიდევ ერთხელ მოუყვები ჩვენს მაყურებელს რა საქმეებზე არის ლაპარაკი და რა სამხილები და ასე ვთქვათ მტკიცებულებები აქვს ეგრეთ წოდებული პროკურატურას. მადლობა ვადოს და ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი ყავს მარიამ